მოგესალმებით ხალხო, მე ვარ ლუკა, ეს არის საბა და ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელსაც უყვარს და ინტერესებს ლიტერატურა. შესაბამისად გადავწყვიტეთ რომ დაგვიწყო პოდკასტი და გაგვიზიაროთ თქვენთვის ისეთ რაღაცები, რაც მნიშვნელოვანი გონია. მოკლედ, პირდაპირ, დღევანდელი ჩვენი ტექსტი არის ლეო ქიაჩელის თავადის ქალი მაია. ვისაც და ჩვენი მიზანი არის შემდეგი, რომ ვისაც წაკითხული გაქვთ, ან აღმოგაჩენიოთ რაღაცა ახალი, ან დაგიდასტუროთ ის, რაც აღმოგიჩენიათ და ვისაც წაკითხული არ გაქვთ, ან მოგანდამოთ რომ წაიკითხოთ, ან უბრალოდ სიამოვნება მიგაღებინოთ წავკითხავადაც კი. ჩვენ რჩევა იქნება რომ წაიკითხოთ, მაგრამ მაგის გარშე შეგიძლიათ უყუროთ ამ ვიდეოს. ხო რა, მაგ კონტექსტში ვეცდებით რომ გავყვეთ ტექსტს და აღმოვაჩინოთ რაღაცები. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ვიდეო, დაგვიტოვოთ კომენტარი იმასთან დაკავშირებით თუ როგორი არის ეს ვიდეო, მოგეწონებათ თუ არა. და ქისას ლინკი იქნება აღწერაში და დაგვიხმართ რომ ტექნიკა შევიძინოთ. ხო. დამრჩა რამე დამრჩა? არაფერი, საერთოდ არაფერი. პირველად გავაკეთე ესე. ხო. ერთი ორი სიტყვა უნდა ვთქვათ თავად ავტორზე. და მე შინაარს მოკლედ ლუკა მოგიყვებათ. ლეო ქიაჩელზე ორი ვიდეოს წინ, როცა გიორგი ყეყელიძე ვყავდა სტუმრად, როცა ვკითხეთ ვინ არის თქვენეზეც სამი ყველაზე დაუფასებელი ქართველი ავტორი, სამეულში ერთ-ერთი იყო ლეო ქიაჩელი. რაშიც რთულია რომ შეეწინააღმდეგო და მარტივია რომ დაეთანხმო შესაბამისად. მაგრამ მიუხედავად ამისა, ლეო ქიაჩელის სახელი ნებისმიერმა წესით ქართველმა ადამიანმა იცის, მკითხველმა ხო მით უმეტეს და აქტიური მკითხველი ძალიან კარგად იცნობს. მარტივად და მოკლედ რომ მიმოვიხილოთ, ის დაიბადა 1884 წელს და გარდაიცვალა 1963 წელს, არის სამეგრელოდან წარმოშობით, სოფელ ობუჯიდან, წალენჯიხის რაიონია დღეს და მაშინაც წალენჯიხის რაიონი იყო. ხო, ქიაჩელი არის მისი ფსევდონიმი, რეალურად იყო შენგელაია და ქიაჩელი მოდის იმ რაღაცა კულტურული მემკვიდრეობიდან, რომელიც მის გვარს ეკუთვნოდა. ამაზე გვიყვება ძალიან ბევრი ადამიანი, მაგალითად ექვთიმე თაყაიშვილი, რომელსაც პირადი ჩანაწერები აქვს იქ მოგზაურობის შესახებ, როდესაც იკვლევდა რაღაცა კულტურულ მემკვიდრეობას. ასევე აქვს ჩანაწერები სხვადასხვა მისიონერებს, რომლებიც იმდროინდელ სამეგრელოში მოგზაურობდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ქიაჩი არის დღეს ქიაჩი ეწოდება იმ ხატს, რომელიც არის დაბრძანებული სოფელ ობუჯის ტაძარში. თუმცა გადმოცემის თანახმად ადრე ხატის სახელწოდება არ იყო ქიაჩი და ქიაჩი იყო თავად მონასტრის სახელწოდება. ოღონდ არა იმ მონასტრის, სადაც ეს ხატი არის ახლა დასვენებული, არამედ ერთ-ერთი სამონასტრო წერტილის სახელი იყო, ერთ-ერთი მონასტრის რა მოკლედ. და შემდეგ სახე იცვალა, ოღონდ არ არის თლად ნათელი, ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვნახე, როგორ ხდება ეს ცვლილება მონასტრის სახელიდან ხატის სახელწოდებამდე. ფაქტი არის ერთი, რომ ეს ხატი ეკუთვნოდა ლეო ქიაჩელის წინაპრებს, მათ გვარს და გადაეცა შემდეგნაირად, მოკლედ ეს ხატი ეკუთვნოდა ერთ-ერთ სხვა ადამიანს და გაქურდა ლეო ქიაჩელის წინაპრების ოჯახი. და სანაცვლოდ იმისათვის, რომ დანაშაული გამოესყიდა, გადაუბრძანა მფლობელობაში მის გვარს. ანუ მისი პირდაპირ წინაპრის ხაზს ეკუთვნის ეს ხატი. და ქიაჩელი, ანუ ელით, როცა მთავრდება სიტყვა წესით, ელით ან ელთი, როცა მთავრდება სიტყვა, ნიშნავს, რომ აქედან მოდიხარ, მაგალითად ვაჟა ფშაველა, ფშავი რაღაცა და ნიშნავს რაღაც ადგილთან მიკუთვნებას. მაგრამ ქიაჩი არ არის ადგილი, არის ხატი, რომელიც სხვადასხვა ავტორი სხვადასხვანაირად აინტერპრეტირებს, მაგალითად საბჭოთა ავტორები ამობენ, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს მართლმადიდებლობას და ეს არის მისი გვარის წარმომავლობა, წმინდა და მოაშორეთ ეს ქრისტიანული კონტექსტი. მე ეგრე არ ვფიქრობ, მე მაინც მგონია, რომ როგორც ოჯახური, ისე პიროვნული და შესაძლოა რელიგიურიც, მაგრამ ამაზე ახლა ვერ ვიდავებთ, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარეც, საკუთრება. მოკლედ, ქიაჩელი არის ფსევდონიმი, ქიაჩი არის ის ხატი, რომელიც ასვენია სოფელ ობუჯის ტაძარში ამჟამად. ეგ არის და ბავშვობაში ის 7 წელი ცხოვრობდა სოფელ ობუჯში და რაღაცა ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩაებეჭდა ეს ქიაჩი. 7 წლის ასაკში გადადის ქუთაისის გიმნაზიაში სასწავლად, ანუ დღევანდელ პირველ სკოლაში, შემდეგ ასევე სწავლობდა ხარკოვშიც, თუმცა ერთ წელში დაიხურა ის ფაკულტეტი, იურიდიულზე სწავლობდა კავკასარიყოს, მერე ჩამოვიდა საქართველოში, წავიდა მოსკოვში, მოსკოვიდან მიდის ჟენევაში და ჟენევადან ბრუნდება
საქართველოში და საქართველოში ცხოვრობს ბოლომდე. არის ასევე ლენინის ორდენის მფლობელი. ფრიად განათლებული კაცი და. კი ბატონო, და ერთ-ერთი დიდი ავტორი და გავიმეოროთ, რომ დაუფასებელი ნამდვილად. ეხლა რაც შეეხება თავადი სკალი მაია 27 წელს დაიწერა და შინაარს მოგიყვებათ ლუკა. ყავს რამდენიმე ოთხი მნიშვნელოვანი პერსონაჟი ყავს, ამიტომ ბონდო და მეორეც რა ვქნა უნდა გამახსენო, არ მაქვს ჩაწერილი. არც მე არ მახსოვს. არ ჩვენ არ გვახსოვს. მოკლედ თავადი სკალი მაია, როგორც მიხვდებოდით, არის თავადი და სიუჟეტი ვითარდება პოსტ-გასაბჭოების პერიოდში. ანუ ამ თავად ქალს უკვე ჩამორთმეული აქვს ძალიან დიდი ოდენობის როგორ ვთქვა ეგ თანხა არა რადგანაც შემოვიდა კომუნიზმი და ეს რაღაცა პროლეტარიატის დიქტატურა დაიწყო ეს თავადი და ჩამოართვეს ქონება რა ხო ესე მაგრამ მიუხედავად ამისა ის საკუთარ თავადობას მაინც ინარჩუნებს განცდითად და სიუჟეტი იხსნება ესე რომ მიდიან ზღვისკენ თავადის ქალი მაია და მისი მოსამსახურე დაფნე მიყავთ ერთ ბიჭს რომელსაც დაფნე უყვარს და სახელი უნდა ეწეროს აქ სადღაც ამბაკო მე მეშლება რომ ვერ გავიხსენე ამბაკოს მიყავთ ანუ მეურმეა იდეაში ამბაკო საბჭოთა სულისკვეთებით ესე ბოლშევიკი არა გადიდგულებული არის და ჩაყავს ზღვისკენ სიუჟეტი ეგრე იხსნება რომ ერთმანეთს ეხუმრებიან დაფნე და თავადის ქალი მაია დაფინო ქვია დაფნეს ვეძახი დაფინო ხო ქართულ ყაიდაზე დაფინოა მე დაფნეს ვეძახი იქიდან გამომდინარე რომ ერთ ქანდაკებასთან არის ასოცირებული ეს ტექსტი დაფინო და თავადის ქალი მაია ერთმანეთს ესე ეხუმრებიან რაღაცებზე და რაღაც მომენტში თავადის ქალი მაია ეკითხება რომ ბოლოს რომ ბონდო ნახეო ბონდო არის თავადი ქალი მაიას შეყვარებული ესე რომ ვთქვათ რა და ბოლოს რომ ბონდო რო ნახეო დაფინოს ეკითხება როგორი ილაპარაკეთო და მის გამოკითხვის ფონზე რაღაცა დიალოგი შედგება და შემდეგ უკვე ჩადიან დანიშნულების წერტილზე. დანიშნულების წერტილზე რომ ჩადიან დახვდებათ ბონდო. ბონდო შეეშველება დაფინოსაც და თავადის ქალი მაიასაც ჩამოსვლაში და აღმოჩნდება მე რომ ბონდოს დაფინო უყვარს და არა თავადის ქალი მაია. რაღაც პერიოდი თავადის ქალი მაია და ბონდო მოისიყვარულებენ ერთმანეთს, მე ბონდო ეტყვის რომ მე უნდა წავიდე და მე თავადის ქალი მაია ეუბნება იქით რაღაცას რომ შენ არ წახვიდე და ყველაფერს გავაკეთებ. და ამ ყველაფრის გაკეთებაში ეგეთ რაღაცა შესთავაზებს რომ შენ არ წახვიდე და მე ვიცი რომ შენი გულის წადილი არის დაფინოსთან და დაფინოს შემოუშვებ შენთან ერთი ღამით. შემდეგ ვითარდება სიუჟეტი ესე რომ დღესასწაულია ჭინკების დღესასწაულს დაუძახენ მოდი ესე და ამ დღესასწაულზე მეტნაკლებად ერთობიან ასე თუ ისე და რაღაც მომენტში ძალიან დამწუხრებულია ბონდო. ბონდო რომ დამწუხრებულია თავის ქალი მაია ეტყვის რომ შენ შედი იქ ჩემ კარავში შედი, ჩემ სახლში შედი და მე გავაკეთებ იმას რაც უნდა გავაკეთო. შევა ბონდო სახლში და თავის ქალი მაია იმის ნაცვლად რომ დაფინო გაუგზავნოს, შევა თვითონ დაფინოს თავსაბურავით. თავიდან ბონდო მივა, მოიალერსებს ესე რომ ვთქვა და რომ მიხვდება რომ თავის ქალი მაია გაბრაზდება და ეტყვის რომ გადი აქედან. აქ ძალიან დიდი შეხლა შემოხლა მოხდება და შემდეგ თავის ქალი მაია გამოდის სახლიდან, დაფინოს უბრუნებს თავის თავშალს და ეუბნება რომ ჩემი კი არა და არ უბრუნებს თავის დაფინოს თავშალს ტოვებს შიგნით. დაფინოს ეუბნება რომ ჩემი თავშალი დამიბრუნე და შენი თავშალი იქ არისო და მიდი აიღეო. დაფინო მიდის და იქ ბონდო არის ცხადია და ასევე ამ მომენტში თავის ქალი მაია შეხვდება ამბაკო. და ამბაკოს ეუბნება ეგეთ რაღაც ამბაკო ეკითხება დაფინოს სად არის, ანუ ამბაკოსაც და იმ ბონდოსაც უყვართ. დაფინო და ეკითხება რომ დაფინო სად არისო და თავის ქალი მაია ეუბნება რომ ცოტა შეუძლოდ გახდაო და ჩემთან შევიდაო რა. და ბონდოს ეტყვის რომ ბონდოს კი არა და ამბაკოს ეტყვის რომ მიდიო დახედეო როგორ არისო ნახეო რა. ამ პერიოდში როდესაც დაფინო შევა, იქ დახვდება ბონდო, ბონდო ფიზიკურად ზედმეტ ფიზიკურ სიახლოვეს გამოიჩენს და ამ პერიოდში შემოვა ამბაკო და ესვრის სამტყვიას. გაუპატიურების სცენა მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკოთ და რო შეესწრება ამბაკო ამას მოკლავს. ამბაკოს შემდეგ წაიყვანენ დაკითხვაზე, ბონდო მკვდარია და სიუჟეტი შემდეგ ვითარდება ესე რომ ჯერ დაკითხვა ცხადია რაღაცებს, არა ჯერ დაკითხვა არის ბოდიში, დაკითხვა საერთოდ არ არის. სიუჟეტი არის ეგრე რომ სანაპიროზე ვართ. და დაფინო და თავის ქალი მაია არიან მარტო და საუბრობენ რაღაცაზე რა, ანუ დაკითხვის ამბობზე რომ ამას რო კითხავენ დაფინო ეს უპასუხე, ასე შემდეგ. აშენდა და თან ამ პერიოდში თავის ქალი მაია შიშველია. და ნელ-ნელა გადაწყვეტს რომ უნდა შევიდეს ზღვაში, წამოდგება და ზღვაში შესვლის მომენტში დაფინოს უყვება თავის ამბებს. რომ ჩემი პირველი ქმარიო მოკლა ჩემ ნათესავმა რომელსაც უყვარდიო და მისგან დარჩა სამახსოვრო ბეჭედიო, ხო ბეჭედი იყო არ მახსოვს. სწორად მოიხსნის და გადააგდებს. და შემდეგ ყვება ყველა იმ სასიყვარულო ამბავს რომელიც ქონდა და რომელიც დასტურდება რაღაც სამკაულით და ამ სამკაულს ყრის ზღვაში. და ამ პერიოდში
ძალიან შეცურავს რა შეტოპავს წყალში. დაფინო ეუბნება რომ გამოდიო და თავის ქალმა ეუბნება რომ დაფინო ჩემი მოსახვევი დამრჩა გარეთ სანაპიროზე და მიდი თუ შეგიძლია მომიტანე. ამ პერიოდში დაფინო რომ უკვე გადის რომ უნდა მოუტანოს ეს შემოსახვევი. თავის ქალიმაია უჩინარდება, ნუ ლოგიკურია დაიხრჩო. და ასე იხურება და კარგად მთავრდება, აღარსად იყო თავის ქალიმაია. ეს არის ჩვენი სიუჟეტი. ეს ძალიან ზედაპირულად მოგიყევით მეგობრებო, მაგრამ აუცილებლად წასაკითხი ტექსტი არის, მithumetes თუ გვინდა რომ აღმოვაჩინოთ ქართულ ლიტერატურაში კარგი ქალი პერსონაჟი თუ გვინდა რომ წავიკითხოთ ქართულ ლიტერატურაში, ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი ტექსტი, რომელსაც უნდა შევეხოთ რა. იმიტომ რომ ზოგადად როგორც წესი, ქალებზე ვერ წერთ ქართველები. არ გამოგვდის, რა გავაკეთოთ. ქალებზე თუ წერთ, ან არის ოთარ ანთქვრივი კი არა და ხო ოთარ ანთქვრივი, რომ ქალი გადაცილებულია რაღაც ასაკს და სექსუალობა სრულიად დაკარგულია მისი, ან ნუ შეიძლება 20-30 წლის ქალ პერსონაჟზე იყოს დაწერილი, მაგრამ განცდითად ხვდები, რომ გადაჭარბებული აქვს რაღაც ასაკს რა. და ამიტომაც როგორც წესი ქალი პერსონაჟები ქართულ ლიტერატურაში საერთოდ არ გამოდის და ეგ ჩემი უდიდესი გულის ტკივილია, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ლამაზი ქალი პერსონაჟები, რომლებიც საკუთარ სექსუალობას აანალიზებენ და გამოხატავენ და მაგიტომ მიყვარს მოიმი. და აქ ქართულ ლიტერატურაში თავის ქალიმაია ზუსტად ერთი ეგეთი ტექსტია რა. გახსნიდან მოყოლებული ბოლომდე დაქანებული აქვს რა. ბიჭო, ერთი იმიტოა რომ ჯერ ერთი ყველა ქალი პერსონაჟი ყოველ შემთხვევაში ამ ეპოქაში რაც ვიცით კაცის დაწერილია. ანუ რეალურად ვეცნობთ ქალებს როგორ აღიქვამენ კაცები. ეგ ერთი. და მეორე რაც ახსენე შენ მართალი იყავი იმ შედარებაში, რომ თავადის ქალიმაია არის ოთარ ანთქვრივის ანტიპოდი, ოღონდ აბსოლუტური თან 180 გრადუსით სხვა არის. ოთარ ანთქვრივს თუ ოთარ ანთქვრივს რო კითხულობ, საერთოდ არ არსებობს იქ არანაირი სექსუალური განზრახვა, ცნება სექსუალურობისა და ვნების საერთოდ არ არსებობს. და აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის რაღაც გვარი მემკვიდრე ანტიკური ბერძნული სამყაროსი. პირველ რიგში, იმიტომ რომ ბევრჯერ გვიხსენებია ჩვენც, რომ ბერძნული იდეა ეგ არის პერსონაჟის, რომ რაღაცა ოდისეაზეც ვილაპარაკეთ მაგაზე, რომ რაც უფრო პერსონაჟი, საუკეთესო პერსონაჟი ბჭყალებში ბერძნული გაგებით არის, როდესაც საკუთარ თავს მაქსიმალურად გამოავლენს, საკუთარ თვისებებს მაქსიმალურად გამოავლენს. შეიძლება არ კონდეს ეგ ვნება და არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ვნება გამოავლინო. რაც გაქვს ის უნდა გამოავლინო. და თავადის ქალმაიას შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავადის ქალმაია აბსოლუტურად აკმაყოფილებს ბერძნულ კომპონენტს. თან შემთხვევითი არ არის საბერძნეთი და ბერძნული სამყარო. იმიტომ რომ შენ როგორც ბჭყალებში შეცდომით და სინამდვილეში მართლად თქვი დაფინოს სახელი დაფნად, ერთი ეგ და მეორე, როდესაც თან ახსენე რომ შიშველია, როცა ზღვაში შედის, ეგეც პირდაპირ ვენერას დაბადების ეს არის. გავხსნათ მაშინ პირდაპირ. გავხსნათ ხო. ანუ ჯერ დაფნა ვინ არის და რა შუაშია დაფინო, მაინც და მაინც რატო დაარქვა. ხო, მოყვე ეგ მითი ვაფშე. მოყევი კი ბატონო. რატომაც განცდა მაქვს რომ სადღაც მოყოლილი მაქვს ეს მითი, მაგრამ არა, სიზიფეს მითი გაქვს მოყოლილი და ეგ გეშლება. ხო, ერთ-ერთი ინტერპრეტაცია და ეს ჩვენი ინტერპრეტაცია არ არის, ანუ გითხრეს ეს ინტერპრეტაცია, ლიტკულები გქონდა პირველ-მეორე კურსზე რო ვიყავით მე და მაშინ გავარჩიეთ ეს მოთხრობა, მაგიტომ მიყვარს კიდე ძალიან და მან ესეთი ინტერპრეტაცია გაიხსნა ჩვენი ლექტორისგან, ბატონი ზალისგან, რომ ორი მნიშვნელოვანი მონუმენტის ერთობლიობა არის ამ ტექსტში. ერთი არის ბერნინის ქანდაკება აპოლონი და დაფნე და მეორე არის ბოტიჩელის ვენერას დაბადება. ანუ აპოლონის და დაფნის ისტორია რო ძალიან მცემ მოუყვე, არის დაახლოებით ეგეთი რაღაც, რომ აპოლონი კი იცით ვინც არის და აპოლონს იმას რო ეძახიან, რა ქვია, კუპიდს რო ეძახიან, რომაული კუპიდი. ну შეიძლება მშვილდისრობაში ეროსი ბერძნულად. ხო, ბერძნული ეროსი, ბერძნულად ეროსი. შეიძლება ეროსი და აპოლონი მშვილდისრის ყორცნაში თუ რაღაცა იგეთში რა და აპოლონი ძალიან ისეთი ქედმაღალი ტიპია და დააკნინებს რა ეროსს, რომ შენ არაფერის კონზე არ ხარ. ეროსი ამას ძალიან გაბრაზდება და სიძულვილის ისარს მოარტყავს დაფნეს და სიყვარულის ისარს მოარტყავს აპოლონს და ამ პერიოდში ერთმანეთს შეხვდებიან, დაფნეს შეძულდება აპოლონი, აპოლონს შეუყვარდება დაფნე. და ნუ მთელი სიუჟეტი იდეაში ეგრე ვითარდება, რომ აპოლონი დასდევს დაფნეს, მაგრამ ვერ იჭერს და რა მომენტშიც მოახერხებს, რომ დაიჭიროს და ხელი შეახოს, იმ მომენტში დაფნე გადაიქცნება დაფნის ხეთ. ხეთ, ხო. და მაქედან მოდის მე დაფნის გვირგვინი აპოლონის გამარჯვების სიმბოლო, ანუ რეალურად სიყვარულის სიმბოლო, ოღონდ ცალმხრივი სიყვარულისთან. და ძალიან ტრაგიკულია, რომ გამარჯვების გვირგვინი ასოცირდება წარსულში სიყვარულში დამარცხებასთან. ეგ არის ბერძნული. გამოვიტანოთ მე თან უცება ქანდაკება.
ხო, აი აქ ამოვანათებთ ბერნინის ალბათ საუკეთესო ამ თემის ირგვლივ ხა ბევრი ნახატი არსებობს და ქანდაკებაც არსებობს აპოლონის და დაფნეს შესახებ ირგვლივ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ქანდაკების სტრუქტურა ისე კარგად აგებულია, ტექსტი ერგება რა. და სიუჟეტურადაც რო ვთქვათ, იმ სიუჟეტს ერგება, როდესაც ბონდოსთან შევა დაფნე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ზუსტად ეს ქანდაკება რა სიუჟეტსაც აღწერს, ის სიუჟეტია იქ, რომ დაფნე ცდილობს, დაფინო ამ შემთხვევაში ცდილობს, რომ გაიქცეს და გამოვიწყდეს ბონდო ცდილობს რომ მოიხელთოს ძალიან უხეში სიტყვები რო ვიხმართ. უხეში კი არა პირიქით ისე. ხო, ზუსტია. უხეში და სხვა იქნება ხა არ არის. ანუ იქ თუ არის რომ ეს დაფნე მამამის მდინარის ღმერთს როგორც მახსოვს, თხოვს რომ უშველოს და ხედ გადააქცევს აქ დაფინოს მშველელად მოევლინება ბოლშევიკი ამბაკო თავისი რევოლვერით. აი რევოლვერია. თან ეგ ეს არის რა ქვია, რო კითხულობ და ჯერს რო არ არის ეგ მკვლელობა მომხდარი, პირდაპირ ხვდები რომ აი თავადის ქალი მაია და ამბაკო რო საუბრობენ და ეს რო ეუბნება მაიას რო მაიადის არასდროს არ მოიხსენებს. ყოველწლიურად თავადის ქალი მაია. თავადის ქალ მაიას რაც არ უნდა ბოლშევიკი იყოს. ხო და ავტორიც ეგრე არის. ხო, რო ეუბნება რომ რევოლვერი მაქვს, ავტომატურად ხვდები რომ ეს აი ჩეხოვის პრინციპია რომ თოფი თუ ჩამოკიდე რაღაცა ბოლოს სცენაში და გაისროლოს. ეგ არის რომ აუცილებლად მოხდება. უბრალოდ ხო ეგ ხა წერლის ტექნიკური ამბავია რომ იქ ხა მითოლოგიაში ხედი ხა პირდაპირ ხეთ ხო არ გადააქცევდა, მაგრამ არის ეგრე. უბრალოდ შენ როცა თქვი გაუპატიურების სცენაო, გაუპატიურების სცენაა თუ ხო ცდელობის გამოდის, იმიტომ რომ მაშინ დაფინო არ გამოდის. ხო არა, ცდელობა არა. ან მან სხვა შორის ქანდაკებაზე ინტერპრეტაციით გასვლით ხვდებით რომ არ გაუპატიურებია და მცდელობა იყო მარტო რა, იმიტომ რომ ქანდაკებაში ეგ არის. ზუსტად, აი მე მგონი მარცხენა ხელია, როდესაც ცდილობს რომ მოიხელთოს, ხის ქერქი არის დაფნეს სხეულსა და აპოლონის ხელს შორის ჩამჯდარი, რომ ანუ ვერ ეხება რა, არ შემეხოს ამბავია, ოღონდ პირიქით. ძალიან ყოშე ქანდაკება. მე აუ იმაზე უცებ გავაკეთებ კომენტარს, ეგ ზუსტად ეგ მომენტი რო არის სახელდა ამბაკო რომ მიდის თავად ქალ მაიასთან და თავად ქალ მაია რო ეკითხება რომ ეგ რევოლვერი ხისაა თუ ნამდვილია და ის ფოტოს რომ ნამდვილია რა თმინდა ხის დატენილია 5 ტყვია დევს და რატომ ეკითხები თავად ქალ მაია რა ხდება და არაფერი წადი დაფინო ნახე და ეგრევე აი მან უბრალოდ უნდა წარმოვიდგინო პერსონაჟის განცდა ამ შემთხვევაში თავად ქალ მაიას განცდა როდესაც უარყოფილია საყვარელი კაცის მიერ და ამ კაცზე შურისძიება შეუძლია. მან უბრალოდ წარმოიდგენ განცდებს და ძალიან ლამაზი გამოდის რა. და ანუ კაცმა რომელიც უარყო, შურს იძიებ იმ კაცის მეშვეობით, რომელსაც უყვარს ის ქალი, რომელი ქალის გამოც უარყო საყვარელმა კაცმა. ამ ხელა ბრაზილიური სერიალია რა. ბრაზილიური სერიალი კი არა. ძალიან ისი არის ეხა შეიძლება კითხველის პერსპექტივიდან ძალიან მარტივად ჩანდეს, რომ აი ის მიიყვანა იქ, მე ეს გაუშვა, იმას უთხრა წადი ის ნახე და გასაგებია ყველა ვიზამთ. მაგრამ რეალურად აი მე რო ვკითხულობდი, სულ შექსპირის ტრაგედიის გემო დამყვებოდა რა, იმიტომ რომ აი რაღაც ყველაფერი, აი კვანძები ნელ-ნელა იკვრება, რომ საბოლოოდ ეს წერტილები რაც ჩადო ავტორმა ტექსტში სხვადასხვა ადგილას, ფინალში გაერთიანდეს რა. ამ შემთხვევაში ფინალი შეგვიძლია ფინალად მკვლელობა ავიღოთ ამ კვანძების გაგებით, იმიტომ რომ თავადის ქალი მაია რასაც აკეთებს. აი არის პირდაპირ გამახსენა იაგო რასაც აკეთებს რა, რომ რაღაცა იმას იზამს. ან რაღაცა დავუშვათ ჰამლეტში შეიძლება თქვას რომ ეგრეა, ისე ჯდება ყველაფერი, რომ ხო, ისე ჯდება სცენარის გაგებით ყველაფერი, რომ რაღაცა ჰიუგოს რაც აქვს. რომ აი ეტყობა რომ მწერალი არის, აი მწერალს რო გრძნობ ტექსტში. აი ეგ ეტყობა და მე ძალიან მეყვარს. ხო. მაშინ მოდი უცებ მეორე ინტერპრეტაციის იმასაც ვიტყვი. ვიცი, სანამ მაგას იტყვი, ამაზე ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ კიდე. ბერნინზე? არა, ხო, ბერნინზე და აპოლონზე. ანუ ამ ლოგიკით მაშინ ბონდო გამოდის აპოლონი? რა, ანუ მე ვერ დავაკავშირე რაღაც. ანუ ვიზუალურია ამ შემთხვევაში აპოლონი და დაფნე რა უბრალოდ. ანუ ეგ როგორ რაღაცა იცი, როდესაც გარკვეული ხარ ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, შეგიძლია რომ გადაამღერება დაინახო ერთის მეორეში რა. სიუჟეტის გახსნაში, სიუჟეტის ამოცნობაში და რაღაცა ერთად ეგ არ გეხმარება. ანუ ამ შემთხვევაში აპოლონი და დაფნე არ გეხმარება, თორე ვინ არის დაბადება,
ჩემი აზრით გასაღებია იმისთვის რომ ტექსტი გაიგო. მაგრამ აპოლონის დედაფნეს საკითხი ნაკლებად გაგებადი. ერთი მნიშვნელოვანი რაღაც რაც შეგვიძლია მაგით გავიგოთ არის ის რომ არ გაუპატიურებიათ დაფინო და ნუ მეტი რა. და ნუ შეგვიძლია რომ სიტყვაზე აპოლონის პერსონაჟი და ბონდოს პერსონაჟი დავსვათ და ნუ მეტნაკლებად გვანან პერსონაჟები ერთმანეთს ორივე ქედმაღალი არის, ორივე გამარჯვებული ადამიანის პერსპექტივიდან უყურებს სამყაროს, ორივე მან კიდევ მნიშვნელოვანი რა არის. ამ შემთხვევაში ხო უშუალოდ მოვიწყდება იმ ბიჭის სახელი ბიჭო. ამბაკო ხო მაშინ ეროში გამოდის მაგ ლოგიკით რა და რეალურად პრინციპი ზუსტად ეგრე ხდება, როგორც ბონდო ამბაკოს აკნინებს, ამცირებს და ზედუulis ზუსტად ისე ხდება მიჩის რა აპოლონიერს. ხო, ეს ის არის ეს ტყუილს. და სიუჟეტურად ლაგდება და პერსონაჟების მეტნაკლებად გვანანი ხარ რა. ხო, თან ის არის რომ მაშინ ესეც დატრიალებული ვერსია ამბაკო ეროსის. იმიტომ რომ იქ ის თუ არის სიყვარულის რაღაცა ღვთაება და ეგ ვენერაზე უნდა დავაკავშიროთ მე აუცილებლად. აქ არის რაღაც ბოლშევიკი, რომელიც შურით არის გამშვალული უფრო რა. არ ვიცი რამდენად შურის გამოკლავს მან. არა. ეგ არ ნიშნავს. კლავს არა, შურით არის გამშვალული. ზოგადად? ხო. შურით თუ ზიზღით? თავადია ის კაციც, ბონდოს თავადია. ყოფილი. შურით იმ კუთხით რომ მიუხედავად იმისა რომ შეიცვალა ის წყობა, მაინც ესენი ზემოდან უყურებენ და თან ვინც უყვარს ის ვერ მოიხელთა რა. და უჩნდება როგორც ზიზღი ასევე ანუ ეროსის იდეა დატრიალებულია პირიქით. არ არის სიყვარული, არანაირი სიყვარული არ არის აქ. ხო. უყვარლი. და იმაზე ვენერაზე უცებ ამოვანათებთ და ბოტიჩელის ვენერას დაბადება. ხო. ნუ სიუჟეტურად ერთ-ერთი ეგ არის რა. თავადის ქალი მაია სცენის ბოლოს არის გაშიშვლებული. აქეთკენ ორი პერსონაჟი რო არის ერთმანეთს რო იჭიდავებიან, ეგენი იდეაში ღვთაებები არიან და ჩვენ ტექსტის შემთხვევაში არიან რატომ იჭირავს? არიან გაშიშვლებულები არიან და ეს ორი პერსონაჟი არიან. ლევანი ზუხბაია ამაზე მიმს გააკეთებს. თუ შეიძლება. ესენი არიან ბონდო და ამბაკო. იქიდან მხარეს არის დაფინო რა. სცენის ბოლოს როგორც დაფინოს თხოვს რომ მომახვიეო, შალიო მომიტანეო და მომახვიეო, ზუსტად ეგრე უჭირავს ამას შალი და ცდილობს რომ მოახვიოს რა. და ანუ სცენა იგივეა. ეხლა რა არის მნიშვნელოვანი რა. მე ყოლა დარწმუნებული ვარ და მე მგონია რომ ყველა დარწმუნებულია იმაში რომ როდესაც თავად კალმაიას წერდა ლეო კიაჩელი გვერდზე ვენერას დაბადება ედგა. ედო. უეჭველი ანუ ეს ედო და წერდა თან, უყურებდა და წერდა. მნიშვნელოვანი მან ძალიან ბევრი რაღაცაა რა. პირველ რიგში ვენერას დაბადება ბოტიჩელის ერთ-ერთი პირველი ნაშრომია, რომელიც არა ქრისტიანულ და არა პორტრეტულ ნახატს წარმოადგენს. და ერთ-ერთი პირველი მცდელობაა რომ გადააბიჯონ ძველ ბერძნულ წარმოდგენებში და მითოლოგიაში რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგადად ვენერა ურანუსის საშოთი დაიბადა და სხვათა შორის მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია ნახატში. ახლა ცალკე ნახატზე რო დავიწყოთ ლაპარაკი 1 საათი დაგჭირდება აუცილებლად რა. მაგრამ მნიშვნელოვანი ამბები ის არის რომ ვენერას ფიგურა ამ შემთხვევაში არის სქესობრივად როგორ თქვა იქ სწორად. ანუ მოდი შენ თუ მწვენია მე ვიტყვი. არ მწვენია სწორად მინდა ვთქვა. ზევსმა კრონოსმა მამამის ურანუს მოაჭრა გენიტალიები, ჩაყარა ზღვაში და ამ ზღვის ქაფიდან ამოიზარდა აფროდიტე. ანუ ბერძნულად აფროდიტე, ლათინურად ვენერა. სიყვარულის ქალღმერთია. სიყვარულის ქალღმერთად შეგვიძლია ჩავთვალოთ ასევე. და მნიშვნელოვანი ის არის, რომ როდესაც მაიასთან გადმოგაქვს პარალელი, სქესობრივი პარალელი არის აუცილებლად გადმოსატანი რა. ის რომ სქესობრივად ჯერ კიდევ აქტიურია მაია და ის რომ ვნება აქვს და ანუ ეს ნახატით ზუსტად ფორმით და შინაარსით მაგას განაპირობებს რომ ვნების ელემენტი მნიშვნელოვანია და ეს ვნების ელემენტი უნდა გამოიხატოს. და კიდე ნიჟარა რო არის, სხვა ნიჟარაზე დგას რა, ნიჟარა ზოგადად ქრისტიანულადაც და ბერძნულადაც დაბადების იდეას წარმოადგენს რა. და ერთგვარი მინიშნება შეიძლება იყოს ეს კიაჩელისგანაც, რომ ნახატზე რო გადავდივართო, შეიძლება ეგეთი მინიშნება იყოს, რომ ვნება უნდა დაიბადოს. ამ შემთხვევაში ტექსტი პირიქით ხდება ვნება კვდება მაიას თვალსაზრისით, მაგრამ აი თელი ჩემ წამლინი გასაღები მაგიტო არის ეგ ნახატი, რომ ვნების გარეშე ამ ტექსტზე ვერ ვილაპარაკებთ. შეუძლებელია რა, მაიას ვნების გარეშე, ბონდოს ვნების გარეშე, ამბაკოს ვნების გარეშე, დაფინოს ვნების გარეშე ვერ ვილაპარაკებთ. იმიტომ რომ თელი ტექსტი მაგ იდეაზე აგებული რა. ხო, ეგ იყო ვენერას დაბადება, ძალიან ცუდად მოყევი, კარგად გავხსენით ძალიან. არა. არა, იმას ვადარებ.
ანუ ესე იგი მოკლედ რო ვთქვათ ბოტიჩელთან ან ზოგადად მითში არის რომ იბადება სიყვარული აფროდიტე ღვთაება ყველაზე ლამაზი ქალი სამყაროში ეხა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ელენე არის მაგრამ ნუ რა არის აფროდიტე არის ყველაზე ლამაზი ადამიანი ხო და აქ არის განსხვავება ის რომ ეს არის მოხუცი მსგავსებები თქვი განსხვავებები რომ თქვა მოხუცი და ცხადია პირიქით არის იბადება არამედ კვდება ხო ну შეიძლება დაბადებად ჩაუთვალო რა ხო და რატო რას ნიშნავს ეგ დატრიალება და რატო შეგიძლია დაბადებად რო ჩაუთვალო ან რა იბადება ნახე როგორ უნდა წარმოვიდგინო ეს რო შედის წყალში შეგიძლია წარმოვიდგინო მისი წყლიდან ხელახლა ამოსვლის სცენა და ამ სცენას რო წარმოვიდგინო ენერას დაბადება ხდება ამიტომაც რეალურად მისი წყლიდან ამოსვლის სცენა წარმოიდგინო რას ნიშნავს ანუ როგორ დაიბადა თავადის ქალი მაია თავის დროზე არა ხელახლა თავის დროზე რა ხელახლა დაბადების სცენა ანუ შესავალია ნახატამდე ანუ როგორ მივედით ვენერას დაბადებამდე მოდი ეგრე ვთქვათ რა მივედით ეგრე რომ ვიღაცა შედის წყალში ან წყლიდან ნუ შედის წყალში არ არის აუცილებელი მაგრამ წყლიდან ამოდის და ვენ თავის ქალი მაია წყალში გაუჩინარებულია და უნდა წარმოვიდგინოთ რომ ამოდის დაფინოს უჭირავს იმიტომ რომ დაფინო მოიტანა ის სახვევი და ნუ ეხა გავიგე ის ორი როჟა მაგრამ ის ორი როჟა უკვე გადაიბა ერთმანეთს რა იმ როჟამ უკვე იხიპიშეს აქაც ხიპიშობენ ერთმანეთზე არიან გადაფსკვნელები და ეგრე შეგიძლია წარმოვიდგინო რა გაუჩინარებული თავადის ქალი მაია რომელიც წყლიდან ამოდის აუცილებლად ვენერას დაბადების ანალოგია ერთ-ერთი და მაგიტო არის ეგ სცენა რა ანუ სცენის ნახატის შესავალია ხო და წავიდგინე რომ თავის ქალი მაია ხელახლა დაიბადა იმიტომ რომ მისი უნება ისეთია რომ ვერ კლავ რა რაც არ უნდა ბონდოს უარი ეთქვა მისთვის ან რაც არ უნდა სამყაროს რაღაც ნიშნები მიეცა რომ შენ ვсё გაჩერდი იქ მინიშნებია რომ ის ჯერ კიდე თითქოს არც დაბერებულა და მისი ასაკი რომელიც რაღაცა კონკრეტულ ასაკამდე აღწევს ის ხელს არ უშლის იმამდე რომ ვნება კონდეს და ავტორი ძალიან დიდ კეთილშობილებას უკეთებს მათ იმით რომ კლავს რეალურად აღჭობს იმას უკეთებს რომ არ უკლავს ამ ნებას რა იმ ასაკამდე არ მიაღწევინებს რა ასაკის მერეც ეგ მისწრაფება აღარ ექნება სქესობრივი მისწრაფება ასაკზე არის ეგ ამ შემთხვევაში დამოკიდებული ბიოლოგიურად კი არა ბიოლოგიურად ეხა ზღვაში შესვლა დაბადებას არ ნიშნავს არა ბიჭო ბიოლოგიურად რაღაც ასაკის მერე გავიგე მაგრამ ლიტერატურულად რო ვთქვათ აი დაუშვათ 20 წელი კიდე რო ეცოცხლა იქნება 20 წელი არ ვიცი მაგრამ კიდე 1 წელი რო ეცოცხლა აღარა რატო ბიოლოგიის ამბავი გამოდის მანდ უკვე რა ანუ ავტორი ასაკისგან იხსნის მაიას ასაკისგან იხსნის რა რომ ნები იმ ასაკშია რომ ცოტა ნება უნდა მოიკოჭლოს ხო და გამარჯობა და არ იკოჭლებს და სანამ არ მოიკოჭლებს ყდება ან მოკოჭლება რომ უნდა დაიწყოს ნებამ კლავს ავტორი ეგ არის მაგარი რა და იქ კიდე ბერძნული ამბავი რო გავიხსენოთ სამოთხეში იმ განცდით მოხვდები სამოთხეში რა იმ სამყაროში იმ განცდით მოხვდები რა განცდას ბოლოს ქონდაო ნება აქ ამას ბოლოს ეგ განცდა ნება ეგ არის საკვანძო ბირთვული მომენტია ამ მოთხრობის გასაგებად რომ აი სიკვდილამდე რა განცდითაც ვხვდები ისე ხარ მარადივად ეგრე რო ვთქვათ რა მაგით უკვე გავდივართ იმაზე თუ რა წარმოდგენა ზოგადად ანუ რა სიტყვა გვითხრა ავტორმა აი რისი თქმა უნდა და ავტორს აი ესე უტრირებულად თუ ვიტყვით ხო ყველა მაგას ეძებს ლიტერატურაში რომ აი ეხა ამით რა გვითხრა რა აი ამ კაცმა ამ ქალმა აი რა გვითხრა თუ მაინც და მაინც მაგ შეკითხვას დავსვამთ და არ ვიცი ეხა არ მგონია სულ სწორი ლიტერატურის კითხვისას ან ანალიზისას იმ კითხვაზე უპასუხოთ რისი თქმა უნდა და ავტორს იმიტომ რომ არც ის ჩვენი აზრით რისი თქმა უნდა და ანუ უბრალოდ რისი რა თქვა რა გამოუვიდა შემთხვევით თავის გარეშე ხო და ამ შემთხვევაში მაშინ იქნება ეგ ზუსტად რომ აი სამყაროს ცენტრში ადამიანის ღირებულებას მისი აზრით ქიაჩელის აზრით ქმნის ვნება არ ვიცი ალბათ ვნება კარგი სიტყვა მაგის აღსაწერად მაგრამ შენ რა თქვი რომ თითქოს ან მაშინ გაყავს როცა აი სწორ მომენტში გაყავსო რა. აი ეს კითხვა, რომელსაც მე საბჭოთა ლიტერატურაცოდნები ცოტა სხვანაირად აინტერპრეტირებენ და მაგაზე მე ვილაპარაკოთ, ამაზე რა სიტყვოდი. ვინ არის აქ ისეთი, ვინც აღარ უნდა იყდეს. აი ეს წერია აი ძალიან ბევრჯერ ოღონდ ამას ოღონდ იკითხეს მეორედ ზღვის ზვირთება. აი 1-5 კითხულობენ. ხო და ეს არის ფაქტია ძახილი ზღვის მხრიდან, ხო?
კი, მე არ ვიცი რა სიგიჟეები შეიძლება საბჭოთა ინტერპრეტატორებმა მოუფიქრონ მაგას, მაგრამ მე ვთქვათ, წოდით 5 წუთში. 5 წუთში ვთქვათ? ხო, მაგრამ შენ რას ფიქრობ დირექტ მაგაში? მე ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ამ ბოლოს ძალიან კარგი ტექსტის კითხვა დავიწყე მალდორორის სიმღერის და იქ დასაწყისშივე არის მიმართვა ზღვაზე, Oh Great Ocean. და ბიჭო მე მანდედან დავფიქრდი და ეგეთი რაღაცა მაფიქრებდა, იმიტომ რომ ეს არის კიდე მაგ სხვა გვაქვს, კიდე იქ სხვა მაქვს და ამდენ ტექსტში რომ სხვა მაქვს, ხომ უნდა იფიქროს ცოტა ადამიანმა რაღაცას დედამიწაზე არა, დავფიქრდი სხვა რა არის ტექსტებში საერთოდ მეთქი. და კაი გავიგეთ რომ სამყაროს შემეცნების მექანიზმი ხელს როგორც გვეუბნება ბატონი ზვალებთან გამოდიოდა. მაგრამ ზღვა აღმოჩნდა რომ ამავდროულად მაგასთან ერთად არის განცდების უმაღლესი მწვერვალის წერტილი. ანუ ზღვას რომ საკუთარი რაობა გააჩნია მაქსიმალური პოტენციალით და მაქსიმალური გამოვლენებით ამ პოტენციალის. და მას აქვს უნარი რომ შეინარჩუნოს თავისი ფორმა და შეინარჩუნოს ფორმა რომელიც აქვს და მიიღოს ფორმა რომელიც უნდა რომ მიიღოს. ტალღები და ეგ პრინციპი რა. ძალიან ზოგადად ვამბობ ხა მე, მაგრამ ანუ ზღვა უბრალოდ უნდა წარმოვიდგინო ზღვა მაგ მოცემულობაში რა, რომ ზღვა არის აბსოლუტური, მორჩა. და ნუ ზღვა როცა გელაპარაკება, მან რო ელაპარაკება, მან დეუბნება რომ აღარ უნდა იყოს, მაგრამ ჩემთან უნდა იყოს, ჩემთან წამოდიო, იმიტომ რომ შენ შეგიძლია, მაიას შეუბნება რომ მან არ არის შენი ადგილი. შენი ადგილი ჩვენთანა, იმიტომ რომ შენ შეგიძლია მიაღწიო მაქსიმალურ პოტენციალს. შენ მაქსიმალური რაობა შეგიძლია შეიმეცნო. და ნუ მაგ ლოგიკაში ცოტა ლითხელის ტყის ინტერპრეტაციაში გადავდივართ ცოტათი თვითშემეცნების წერტილი რო არ იტყევთ რაღაც ეგეთი. მაგრამ ნუ ზღვაც საკმაოდ ეგარია. თვითშემეცნების სივრცე მე მგონი არ არის სხვა. ხო და არ არის აქ ყოველ შემთხვევაში აქ არ არის ხო ანუ ამ სახის შეხედულებაში ზღვასთან დაკავშირებით მალდორორის სიმღერაშიც რაც შემხვდა ძალიან ბედნიერი ვარ რომ ორი სამი დღის წინ წავიკითხე ეგ პასაჟი და ძალიან გამიხარდა მაგრამ ანუ თვითშემეცნება მან მნიშვნელოვანი აღარ გჭირდება თვითშემეცნება რა ანუ თვითშემეცნება ავტომატურად დადგება მაშინ როდესაც მაგ პოტენციალის წერტილებს აღმოაჩენ რა დაინახავ და შეიძლება მიიღო ის ფორმა რა ფორმაც შენ გინდა რომ მიიღო და ეს ფორმა იყოს უცვლელი ამავდროულად ცვალებადობის და უცვლელობის ერთად დაჯდომა შეგიძლია ანუ უკიდურესი წერტილებით შეგიძლია ერთად დასვა რა. ეგ არის ზღვა. კიდე რა უნარი როგორც უცებით, უნარი რომ ყველაზე დიდი რაღაცა გადაატრიალოს, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი ადამიანის ქმნივა გადაატრიალოს როგორც იქ წერია და ასევე უნარი რომ იყოს 7 და წყნარი. ზღვის თვისებები. ხო. ოკეი. და ეძახის მაიას რა. ხო, ასევე თუ ამ ინტერპრეტაციას მივყვებით და ვამბობთ რომ ეს არის ვენერას დაბადების პრეამბავი, ანუ მანამდე მომხდარი ამბავი და აი ნახატის უკან რაღაცა მოხდა და უცებ წკაბდა ნახატი. თუ მაგაზე ვთანხმდებით, მაშინ უნდა გავითავისოთ ისიც, რომ აფროდიტეს დაბადება, ვენერას დაბადება რა ეპოქაში ხდება, ანუ რა დროს იბადება. ეს არ არის პერიოდი, როდესაც დაუშვათ ტროასომი მომხდარია. ანუ არ არის მომხდარი, არ არის არც არგონავტების ამბავი, არაფერი არ არის მომხდარი რა. ერთ-ერთი პირველი ამბავია. ერთ-ერთი პირველი ამბავია. ანუ ჯერ ზევსი არ არის მთავარი ტიპი, წარმოიდგინე. ზევსის მამა კრონოსი ამარცხებს მამამისს. ანუ სამყარო დაიწყო რა, ესე ვთქვა. თუ ამას თუ დაბადებული არა აჯი. ხო და თუ დავრჩებით არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ჯერ ზევსი არ არის მთავარი ღმერთი. ხო არ არის დაბადებული არა. ხო თუ ამ ამბავს მიყვებით და გვჯერა ამის, მაშინ უნდა ვთქვათ ისიც რომ ჯერ და ჰომეროს თუ მოვიშველიებთ, არ არის წყალებში გაყოფილი ღმერთების და ადამიანების სამყაროები. ანუ ეს ამბავი ხდება მაშინ, მანამ სანამ ოდისევს სიწამოვა ფეაკელების კუნძულზე და ჩაიკეტება ჩვენს და ღმერთებს შორის ნებისმიერი ხიდი. ხიდი ჯერ კიდევ არის ამ პერიოდში. ამის კიდევ ერთი არგუმენტი არის ისიც, რომ ავტორმა მიუხედავად იმისა, რომ მისი ბავშვობის ადგილია, ეგ საერთოდ არ არის გამსაზღვრელი, აარჩია ადგილი, რომელსაც აქვს ძალიან ისეთი მჭიდრო მიკუთვნებულობა ანტიკურობასთან. თანამედროვე სამეგრელოს ტერიტორია. ალბათ საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ანტიკური ტერიტორია, გამომდინარე დავიწყებ კოლხეთის
თემიდან. და შენ ახსენე რომ ეს ამბავი მიმდინარეობს იქ ავტორს უწერია რომ მარიამობის წინადღეა და მარიამობის ღამე, მაგრამ თუ გავიხსენებთ რას აკეთებენ, როგორ მღერიან, რა რიტუალებს ატარებენ, ეს არის აბსოლუტურად ანტიკური სამყაროს ნაწილი. ანუ ეს ხალხი არ არის მე-20 საუკუნის ადამიანები. არავინ არ არის აქ არც ბოლშევიკი, არც თავადი, ანუ არ არსებობს ეს მოცემულობა მათ გონებაში, არც რევკომი და ეგეთი მოცემულობა არ არსებობს, იმიტომ რომ ტექსტში წერია ეგ. ამიტომ ერთია რომ ეს არის ანტიკური საზოგადოება, მათი წესწყობილება, მათი ტრადიციები, მათი კულტურული სივრცე არის ანტიკური, პლუს ამას ემატება ისიც რომ ვენერას დაბადებამდელი ამბავი თუ არის, ესეც ცხადი არის უანტიკურესი, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ამ ადამიანებიდან, ამ ანტიკური საზოგადოებიდან მაია არის ის პერსონაჟი, რომელმაც შეძლო განღმრთობა. ანუ ადამიანების სამყაროდან საკუთარი თავის მაქსიმალური გამოვლინებით შეძლო ის რომ საკუთარი სიკვდილით დაიბადა რა. მაგრამ ეს ტექსტი თუ ბერძნულ ტრადიციას გამოვიყენებთ, იწერება მე-20 საუკუნეში. თუ არის მე-20 საუკუნეში, შესაძლებელი ადამიანმა გააკეთოს იგივე. იმიტომ რომ უკვე ჩაკეტილია ღმერთებს და ადამიანებს შორის ხიდი. მე მგონია რომ კიაჩელი გვეუბნება რომ კი. ანუ მე მგონია რომ ჰომეროსის იმ სცენარს გადაახტება რა. შლის უბრალოდ. რომ თითქოს აი ესეთ პირობებში ერთ დროს ეს არის დაცემული ადამიანია სოციალური გაგებით, ხო? ანუ ერთ დროს რაღაცა თავადი ყველაფერი ქონდა, სიმდიდრე, სოციალური კაპიტალი, კულტურული კაპიტალი, ყველაფერი. და უცებ შეიცვალა სამყარო და დაეცა, აღარაფერი აღარ აქვს, აი ბონდო დარჩა ერთი რა, ანუ ერთი ეტლი. და ისიც ვერ შეინარჩუნა. მაგრამ ასეთმა ადამიანმა მაინც შეძლო რომ ამ ბოლშევიკურ და რევკომის რეალობაში ყოფილმა თავადმა შეძლო რომ განღმრთობილიყო რა. ამიტომ მე მგონია რომ ეს არის ძალიან როგორც ფოლკნერზე თქვით, ნათლით მოსილი ავტორია რა. ხო, კი, აუცილებლად. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მის როგორც ავტორის განსაზღვრებაში. კი, მე ძალიან მიყვარს მაგიტო ეს ტექსტი რა. ანუ უნარია რომ კარი მიგაკაკუნებინოს ბერძნულ სამყაროსთან. ხო, ცალკე სილამაზეა და მე ეგეთი სურვილი მაქვს, რომ თან დასაწყისიდანაც წამოვყვეთ ცოტა, იმიტომ რომ მე მაქვს ეგეთი ფიქრი რა. მთელი ეს პერიოდი როცა ლაპარაკობთ მირანზე რაღაცებს. რაღაც სცენები იშვიათად შემოგვაქვს იმაზე, იმიტომ რომ ვიღაცებს წაკითხული არ აქვს როგორ უყურებენ და ცოტა გავამხიარებთ და სცენები აღვწეროთ და ვილაპარაკოთ მაგ სცენებზე რა. აი თავიდანვე მაგალითად პირველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სცენა არის, რომ ბონდოზე რო ეკითხება დაფინოს. ხო. აი ეგ რა განცდა გამოიწვია მაგან შენზე რომ ან თავის ქალი მაიაზის აქ და ეკითხება რომ ბოლოს ბონდო რო ნახე რა გითხრა მოგეფერა გაგეხუმრა და რაღაცა და მე რო შეიჭმხნება ცოტა რომ გაუბრაზდება თან რომ გვერდში უდგას და რაღაცა და თან თმათ ხო ხდება რომ ბონდოს მოწონს ხო და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო პერსონაჟი და ეგრევე კიაჩელი გეუბნება როგორი ქალია რა კი ბატონო მე მგონია რომ კაცი ვერ იქნება ეგეთ პერსონაჟი რაც უნდა სტერეოტიპულად ჟღერდე ეხლა რა იმიტომ რომ აი ეგეთი გათვლა ჩემი როგორც ჩანს დაბალი წარმოდგენის ვარ კაცებზე არ შეუძლიათ ანუ არ შეგვიძლია კაცებს რა აი რო ვკითხულობდი თავადის ქალი მაია როგორც ატრიალებს და როგორც სვამს როგორც ლაპარაკობს რა კითხვებსაც უსვამს რამდენიმე ადამიანის კომბინაცია წარმომიდგა თავში. ოღონდ არც რაღაც პერსონაჟები, უბრალოდ ადამიანს რომელსაც ვიცნობ. აი რატო არის ლიტერატურა ამავე დროს კარგი რა, რომ აი ესეთი რაღაც ეხა რასაც თავადის ქალი მაია შვება, რასაც ხლართავს ბჭყალებში. ამას ვერ მიხვდები თუ არ გაქვს ამის გამოცდილება. ან არ გამოგიცდია ან არ გინახავს რა და პირდაპირ ანუ როცა გინახავს ხვდები რომ აი ეს ამას აკეთებს დასაწყისში ხვდები და თუ ვერ ხვდები რომ დაამთავრებ ტექსტს მე ხვდები რომ ვა ეს რა მაგარი ქალია რა ხო ანუ რეალურად ესეთი ზედაპირული ხედვა არის რომ ეს რა ის არის ბოროტი ქალია და რაღაცა ესეთი რა ქვია კარკუნული ქალია ხო რა ჩათვალხობებს აკეთებს და ეკითხება მაგრამ რეალურად არის რომ ძალიან მაგარი ქალია, ანუ ძალიან არის ძალიან ძლიერი ქალი პერსონაჟია რა. კი, მე იშვიათად წამიკითხავს ქართულ ლიტერატურაში ესეთი მაგარი ქალი პერსონაჟი.
ესეთი უნარით, რომ საკუთარი სქესი აღიქვას და არა მარტო სქესი, არამედ თავი. და ნუ დასაწყისში ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად მე ეგეთ მეც შენ ამბავში ვარ დაბალი წარმოდგენა მაქვს კაცებზე. მაგრამ კონტექსტში და ვიღაცები მაგრამ ვიცი რომ კაცები უფრო რაციონალური არსებები ვართ. აი ამჯერა მე მაგისი და ამჯერა იმიტომ რომ აი ესეთი ქალი პერსონაჟი რო არსებობს, რომელმაც ზედმიწევნით ყოველთვის იცის რას აკეთებს. ნუ ეგ გასაგებია რომ მარტო პერსონაჟი არ არის, ქალებზე შეგვიძლია გადმოვიდეთ. მედია რავი ხა. ხო რა, რამდენი ქალი პერსონაჟია, მარტო პერსონაჟი რამდენია და რამდენი პიროვნებაა ეგეთი რეალობაში. მოკლედ მაგაზე რომ ძალიან არ გავყვეთ და ძალიან ეხა რომ ქალებს ქება დიდება არ გამოგვივიდეს. ცოტა შევეშოთ მაგ საკითხს. მე არა ვარ წინააღმდეგ. ხო, აი მან მაგალითად ეგ მნიშვნელოვანი ეპიზოდი ეგრევე იმიტომ იყო ჩემთვის, რომ ორი მნიშვნელოვანი რაღაც გამოიკვეთა რა. მაიას პერსონაჟი როგორ გავთამამდი მაია დაუძახე. რომ ერთი არის ის მაიკო არ დაუძახო. ბოლოს კარგად მაიკო. ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ჩემთვის იყო ის, რომ აღმოვაჩინე თუ რამ ხელა უნარია ქალს დაინახოს რაღაცები წინასწარ. რაც თქვი რა რომ მიხვდა რომ ბონდოს უყვარს, ანუ მაგისთვის საჭიროა რომ ბონდოს პერსონაჟი იცნოდე, მაგისთვის ბონდოს ადამიანს, ანუ როგორც ადამიანს კარგად იცნოდე. მაგისთვის საჭიროა რომ იცოდე დაფინო როგორი არის გამოხატულებაში, ანუ აქ არ ვამბობ რომ ეს ამას ეგონა რომ დაფინო ეფლირტავება და არა პირიქით. არ ეგონა და ბონდო ეფლირტავება და მაგის დანახვა ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაფინოს არ გაუბრაზე, ანუ ეგ ყველაფერი ზუსტად დაინახა. და ყველაფერი ანუ მთლიანი სცენა შეძლო რომ დაინახა, ორივე პერსონაჟის განცდები შეძლო რომ დაინახა და რეაქცია ჰქონდა. ანუ მაგას ვერ გააკეთებს ბევრი ადამიანი, ძალიან იშვიათია. და აქ კიდე მნიშვნელოვანი დანამატი შემოვიდა, რომ რაღაც მომენტში ადამიანურმა სისუსტემს ძლია რაღაც კომენტარების გაკეთებისას და ეგ პატარა მინიშნება იყო იმაზე, რომ ცოტა არ იყოს და ახალგაზრდობის შურს. დაფინოს ახალგაზრდობის შურს რა. კი ბატონო. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო და რაღაც მომენტში მე წარმოდგენა მქონდა, რომ მის გონებაში წამით გაიელვა იმ ფიქრმა, რომ ეხა ნეტა დაფინოს ასაკის ვიყო, იმიტომ რომ დაფინოს ასაკის რო ვიყო, ბონდომე ისე გამიარშიყავ და როგორც გაიარშიყა დაფინოს. და აი რო ხვდები, რომ პერსონაჟს ალბათ ეგ ფიქრი ქონდა, მე ხვდები თუ რა ლამაზი პერსონაჟია რა. და მაგას ხო პირდაპირ ამბობს თან ბონდოს რო ეუბნება, რომ შეიძლება ისე ხო, ასაკზე რო იმახლებს. წაიგეთ ხა მაგ თუ იპოვეთ. კი. თუ ჩემი ტანის სურნელი აღარ გაგონებს ახალმოწველილი გაუწურავი რძის სურნელს, თუ ჩემი პირის ბაგე ვარდის მორცხვი კოკორივით არ ფშვინავს, თუ ჩემს ალერს მოკრძალება არ აქვს, როგორც ტანგადმოშლილ სავსე მთვარეს, თუ მან გამოუცდელობის აცახცახება არ იცის და ვაჟის წინეშე თვალთა მინაბვაც მისთვის უცნობია, სამაგიეროდ მოურიდებელია იგი და ყველა წესის დამრღვევი, როგორც უკანასკნელი ტრფიალის გიჟური წყურვილი და ხორცის აღტკინება ვნების მიწურვის წინ. აუ რა მაგარი სიტყვებია ბიჭო, აი კუნა დაიშოს უხერხული შეკითხვა. ხო, რომელი უფრო სექსუალია მაია თუ დაფინო, მაგას აპირებდი. აი, კამაროვის გითხრას. ეგრევე ჯიბიდან ბეჭედი. ხო, არ ვიცი. თუ რომანტიკულად ვიტყვით, კი ბატონო. მაგრამ ეხა 60 წლის გამარო ეს სიტყვები მითხრას, ჯიბიდან ბეჭედი კი არა, როკ მოუყურცხლა, მოიცი. Under 60-ის მაყურებელი. ამ წინადადებით შეგიძლიათ მიადგეთ. Under 60 ძალიან ისეთი ინტერპრეტაცია იყო. მე არ ვეთანხმები ამას. კაია. ხო და ამიტომ კი ბატონო შურს, მაგრამ მგონია რომ ბოლოს ისე ბოლოს ზღვაში რო შედის და რო უშვებს ამას ნაპირზე, ეგ შურის არის თუ პირიქით თანადგომის შენი აზრით? თანადგომის არ შურს, ანუ ეგ შური ძალიან ისეთი შურია, შური პირობითად ქვია მაგას რა. ანუ უნდა რომ ის ხელში იყოს. ხო, ანუ მაგას ფაჩორის ხშირად აღწერენ ხოლმე და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მაგის აღწერა დაიწყეს, ქალი პერსონაჟების აღწერა დაიწყეს წესიერად რა. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცა დეტალებს ხვდები, რომელსაც მე ხვდები წინა პერიოდში ვერ წერენ, იმიტომ რომ უბრალოდ არ ისმოდათ და ერთ-ერთი ეგ არის ის რომ ქალის განცდა რომ სხვის ხელში იყოს. ნუ სხვისი პირობითი ადამიანი არ იგულისხმება აქ, ანუ იგულისხმება ფიზიკური მოცემულობა რა. ანუ უფრო ახალგაზრდა იყოს სხეულით, მარტივად რო ვთქვა და არ გავართულოთ. და ერთ-ერთი მთავარი აღწერილობა აქ ეგ არის რა, რომ უბრალოდ დაფინოს რო უყურებს, ქალს რომელიც არის ახალგაზრდა, შესაბამისად გამოიყურება ეგრე და კაცს რომელიც უყვარს და ამ ფიზიკურობას მიემართება. მაია ყოველად ცხადად ხვდება იმას, რომ ბონდოს ფიზიკურობა ინტერესებს.
და ერთ-ერთი ან და მისი ერთ-ერთი სიყვარულის გამოხატვაც ეგ არის რა, რომ ეგ სურვილი აქვს, რომ უფრო ახალგაზრდა იყოს სხეულით, იმიტომ რომ ბონდოსთვის იყოს ეგრე. და ბონდოს კიდე უყვარდეს. მაიას წარმოუდგენელ დონეზე უყვარს ბონდო. აი, ვერ წარმოიდგინე, მაგიტო კლავს, რომ ეგრე ძალიან უყვარს. ეგრე ძალიან რო არ უყვარდეს, არ მოკლავ, დაიკიდებდა უბრალოდ. არა ისე უყვარს, რომ ვერაცოცხლებ რა. წარმოიდგინე, ხალხს რო ისე უყვარხარ, რომ მოგკლავს. რაღაცა ჯობია. აბარა. და მან კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ბონდოს და მაიაზე რა. რაღაც მომენტში ბონდოსთან რო შედის მაია, სიბნელე რო არის და ბონდო რო ხვდება, რომ ეს მაია ეგრევე ხო მთელ ბრაზი დაუვლის და როგორ გამაცურე რაღაცა და ვერ ხედავენ ერთმანეთის სახეებს. და მან ძალიან გენიალური ჩარტყმაა, რომ მაია ბონდოს სახეს ვერ ხედავს, იმიტომ ვერ ხედავს, რომ მისი ემოციური მდგომარეობა არ უნდა დაინახოს მან ფიზიკურად. იმიტომ რომ თუ დაინახა, ჩამოიშლება როგორც ქალი. ანუ იმიტომ რომ ეგ იქნება მისთვის დასტური, რომ დაბერდა. და ფიზიკურად ცუდად თუ ვიტყვით დაჭკნა. ბონდოს სახეზე იქნება ემოცია, რომელიც მაგას გამოხატავს. და ბონდომ არ უნდა დაინახოს მაიას სახე, იმიტომ რომ დაინახავს ასაკს. და ასაკს თუ დაინახავს გული აერეო. და მაგას მიხვდა ქიაჩელი და დაბრუნდა უბრალოდ რა. ძალიან მაგარი დარტყმაა ეგ რა. და უბრალოდ სცენა უნდა წარმოიდგინო. და წარმოიდგინე ორი პერსონაჟი დგას და სრულიად საპირისპირო მიზეზის გამო ვერ ხედავენ ერთმანეთს. იმიტომ რომ მაიამ მან დრო დაინახოს ბონდო, წავა და თავს მოიკლავს. მაგრამ რახან სახეს ვერ ხედავს, მიდის და ბონდოს კლავს. ოღონდ თვითონ არ კლავს, სხვა საკლევინებს. და მან ხო ბონდოს ასაკშია რეალურად. და საბოლოო წერტილი დგება ეგრე, რომ ორი ასაკოვანი პერსონაჟი კვდება და რჩებიან ახალგაზრდები. და მან დარი რომ მაიამ რეალურად მან არ გაგიცი ბოლომდე პასუხი იქ რატო აბრუნებსო. იმიტომ აბრუნებს რომ ნებას აყოლებს. ან თავის ნებას ყრის სხვაში და ამას აყოლებს ახალ ნებას. ახალგაზრდებისთვის, ახალი თავებისთვის და ეუბნება რომ იმას შენთან გამოუშვებენ, უეჭვე თქვენ დაქორწინებით და იცხოვრებთ. და მაგით შენი აზრით ამას შანსს უტოვებს რომ მე ესეც თავის დროზე ზღვაში შემოვიდეს? თუნდაც. შანსს უტოვებს რომ ნებით იცხოვროს. მამაკაცური წყვილის ეს არის ანტიპოდი. ხო, ქალების ქალი ვერსია. წყვილი. ეს მიუძღვება ასწავლის, მე ეს უნდა წამოვიდეს, ეს გამოცდილება წამოიღოს, რომ მე ამანაც ვიღაცას გადაუბროს და თვითონ წავიდეს. მან მნიშვნელოვანი შეკითხვა უნდა დავსვათ რა. აბა. ამბაკო რო არ შეჩეხვოდა იქ, რა საპირებდა? მაშინ რატო გააგზავნა? იმიტომ რომ ხო ყოველად ცხადია რომ იმიტომ არ გაუგზავნია რომ იცოდა რომ ამბაკოსაც შეაყოლებდა. ტექსტში არსად არ არის ნაჩვენები რომ ამბაკოც უნდა შეყოლოდა რა. სულ შემთხვევით გადაიხო, სულ შემთხვევით გადაიხარა და ვახ რას იდეალურად დაჯდავა. და მაშინ რატო აკეთებს, რატო აგზავნის? აი ვერ გავიგე რატო აგზავნის რა. რატო აგზავნის ეგ დაფნის რატო აგზავნის? ანუ შენ ამბობ რომ ანუ ხო ამან არ იცოდა რომ ამბაკო გამოჩნდებოდა და გეთახმები არ იცოდა, არც ის იცოდა ალბათ რომ იარაღი ჰქონდა, მაშინ რატო აგზავნის ბონდოსთან დაფინოს. ძალიან შეხში იმიტომ რომ მე მგონია რომ იცის რომ მაინც მოკლავს ბონდოს, რაც არ უნდა მოხდეს მოკლავს. ნუ ბონდო მოკვდება რაც არ უნდა მოხდეს და სიკვდილის წინ ერთ იმას უკეთებს რა. favors უკეთებს. მაგდონეზე უყარს. ხო, მაგრამ ნახე, თუ მიც მოვიშველიებთ, მაშინ მან იცოდა წინასწარ რომ მათ შორის ვერაფერი ვერ იქნებოდა. არა, ეგ ხო პირობითია. ეგ ძალიან პირობითია რა. ან გავიგე ქანდაკების ამბავში არ იცოდებოდა, მაგრამ ეხლა ხალხს უშვებ ჩაბნერებულ ოთახში კაცთან ხო ყოველდღე ცხადია რომ წარმოდგენა გაქვს რომ გაუპატიურებს ის იმას რა. და არც კი იცი მისი მშულელი გამოჩნდება თუ არა. იგი ღვთაებრივი დეტერმინიზმით შემთხვევით დაალაგდა ეგრე რომ გამოჩნდა ამბაკო რო არ გამოჩნილიყო სად მიდიოდა. ნუ ამბავი ხო ეგრეა რომ აგზავნის თავის მოახლეს რომ კაცმა გაუპატიურს იმ კაცმა რომელიც უყვარს. იმიტომ რომ მანდ ერთი წარმოდგენა მაქვს ეგეთი, ოღონდ არ ვიცი რამდენად მართალია, იმიტომ რომ მაიამ რომ დაფინო შეუშვა თავისთავით. თავისთავით გააყოლა რა. და მაია კი არა დაფინო იქ იმ მომენტში რასაც განიცდიდა, ოღონდ არა გაუპატიურების თვალსაზრისით, არამედ სექსუალური კავშირის თვალსაზრისით, ეს დაფინოსთვის გაუპატიურება იქნებოდა, მაგრამ მაია იქნებოდა დაფინოს სხეულში იმ მომენტში და შეძლებდა ლატენტურად ქონოდა სექსუალური კავშირი ბონდოსთან. ძალიან სიგიჟეს კი ვამბობ, მაგრამ ტონი მორისონი რო წავიკითხე, მივხვდი რომ სიგიჟე არ გამოდის თუნდაც ეგეთი რაღაცეები რა. ხო, სიგიჟე არის აშკარა. აშკარა ძალიან სიგიჟე, მაგრამ ხო, ნუ აღმოჩნდა რომ ეგ უნარი არსებობს. რა მოხდებოდა რომ სცენარით რო წავიდეთ
შენამომ რომ მივადგებით მაგას. ხო, მანდ მიხვალ ეჭველი. მანდ მიხვალ სხვა ვერ ხვდები სად მიხვალ რა. მე მაგაზე არ მაქვს პასუხი. ხო, მესმის. იმიტომ რომ მანდ მნიშვნელოვანია, ეგ შეკითხვა რომ დავში პასუხი და ვაფშე ვერ გავდივარ პასუხზე ამის გარდა ვერსად რა, რომ ცხადია რომ მაიამ რო იქ შეაგზავნა, იმიტომ რომ დაფინო უნდა გაიუპატეურებინა იმას რა, ბონდოს. და მერე მიხვდა რომ შეუძლია რომ მოვაკლებინოს. მერე მიხვდა რა, მერე მოევლინა მხსნელად უბრალოდ ამბაკო. თორე თავდაპირველი განზრახვა სხვა არის საერთოდ რა. და რატო აკეთებს თქო რომ დავსვი ეგ შეკითხვა მანდამდე მივედი რა. ხო. შეიძლება დილეტანტური ახსნით სცენარის გამართულობის ამბავია. შეიძლება. მაგრამ ძალიან რთულია მაგაზე. მე ძალიან მე არ მაქვს მაგაზე პასუხი და მაშინ გამოიწერეთ არხი და კომენტარებში დაწერეთ მოგეწონათ თუ არა ჩემი ინტერპრეტაცია. კი ბატონო. ეხა მოდი ნელ-ნელა წავიდეთ დასასრულისკენ და საბჭოთა ინტერპრეტაცია ვთქვათ. ანუ ეს იწერება 1927 წელს სტალინი არის ხელისუფლების სათავეში და ოღონდ ჯერ არ აქვს დაწყებული ეგრეთ წოდებული ანუ პიქში არ არის რეპრესიები უბრალოდ რეპრესიები როგორ არ არის დაწყებული და შესაბამისად ნებისმიერი ტექსტი რომელიც იწერება ამ დროს უნდა იყოს ინტერპრეტირებული კლასობრივ კონტექსტში ანუ მარქსისტული იდეოლოგიის კონტექსტში ხო და აი აგერ ერთ-ერთი კვლევა ვნახე 57 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. ნოდარ ჭოლოკავას ტიპიურობის პრობლემა ლეო ქიაჩელის შემოქმედებაში. ოკეი. 57 წელია სტალინი ახალგარდაცვლილია და განიხილავს ქიაჩელის მოთხრობას თავადის ქალი მაია. ჯერ სათაურშიც პირდაპირ არის კლასი, თავადი, ხო? უკვე იკითხება შესაძლებლობა რომ დავაინტერპრეტიროთ მარქსისტულად. აი რას წერს ავტორი. მოთხრობის ძირითადი დადებითი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ მისი მთავარი პერსონაჟის თავადის ქალი მაიას სახეში ინდივიდუალურ მხატვრულ ფორმაშია გადმოცემული დასაღუპად განწირული ფეოდალური კლასის ტიპიური წარმომადგენლის ცხოვრების ისტორია. თავადის ქალი მაიას სახის მაგალითზე ნათლად ჩანს მთელი სოციალური ჯგუფის ისტორიული ბედი. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის ხატვისას ავტორის მიზანს შეადგენს მხატვრულად ასახოს თავადაზნაურული კლასის განწირულობა, მისი ისტორიული დაღუპვის კანონზომიერება. სწორედ ამის გამო, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ თავისი იდეის უფრო მეტი ხორცშესხმის მიზნით ავტორი მოთხრობის მთავარ გმირად ირჩევს არა ახალგაზრდას, არამედ ხანში შესულ თავადის ქალს, რომლის ცხოვრების თავისებურება და საერთოდ გარეგნული ნიშნები კიდევ უფრო ნათლად და მკაფიოდ გამოხატავენ ფეოდალური კლასის განწირულობის ისტორიულ ბედისწერას. ანუ საბჭოთა ავტორები ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის მოთხრობა იმის შესახებ, როგორ ყვდება თავადების კლასი და შესაბამისად ეს პროლეტარიატი როგორ იკავებს მათ ადგილს, არა მათ ადგილს, არამედ მათი დიქტატურა მყარდება. და ის რომ თავადის ქალი მაია არის მოხუციო, ზუსტად ამას ნიშნავს, რომ ის მალე მოკვდებაო. და ეს არის კლასის მე ამ ერთი 15 გვერდი უწერია დაახლოებით ესეთი რა. კომენტარს გავაკეთე. როგორ შეეწინააღმდეგებოდი? მე ძალიან კარგი ამბით მინდა შევეწინააღმდეგო. გისმენა ბა? მოკლედ. ტერენტი და გალაქტიონი შეხვდებიან ერთმანეთს რა. ნამდვილი ამბავი. ტერენტი მედის გალაქტიონთან და ეუბნება, რომ ბიჭო, შენზე დიდი ვარ რომ მეო რა. და გალაქტიონი ეუბნება, რომ რა იყო, რა გინო ვიყავიო რა, რა გიყო. მე ტერენტი ბობოქრობს, რომ შეხედეო და უყურებს იმებს რა. კრიტიკოსების წერილებს და ყველა ამბობს, რომ ტერენტი არის, რომ გალაქტიონის გადამღერება და არაფერი ახალი მასში არ არის და ყველაფერი გალაქტიონისგან არის ამოღებული. მე ამას ეუბნება გალაქტიონს, რომ ესე წერენო. გალაქტიონი გაუტრიალდება და ეუბნება, რომ ბიჭო, იყავიო, ჩემზე დიდიო და გჯეროდესო მაგისიო, მაგრამ იმათ არ მოусმინო. დებილები არიან, არიციან რას წერენო. აი არ ჩემი კომენტარი მაგაზე. დებილები არიციან რას წერენო. ნუ, იყოს ეგრე, ან ჯანდაბას, მათთვის იყოს ეგრე. მართლა. არა, მათთვის იყოს ეგრე, ხო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ისევე როგორც ნებისმიერი, რავი, მაგალითად ილია ჭავჭავაძეც. საბჭოთა კავშირმა გამოიყენა თავის და სასიკეთო. აი მაგალითად ოთარანთქვრივი, სადაც არის ხიდჩატეხილობის პრობლემა.
იდეალურად გამოიყენა. რა ქვია იმას, კაცია ადამიანი, ილია ჭავჭავაძე მოკლედ გამოიყენა კომუნიზმը თავის სიგიჟეა, მაგრამ ფაქტია რომ მოახერხა, ხო? ქიაჩელის ინტერპრეტაციაც ხდება 100 საბჭოთა კავშირის დროს 57 წელს, აი რაღაცა. ძალიან ისეთი პერიოდია. ხო. იქშია რა მოკლედ საბჭოთა კავშირის სიძლიერე ნელ-ნელა იწყებს ქვემოწამოსვლას, მაგრამ მაინც. ხო და ჩვენ ცხადია ამას არ ვეთანხმებით, მკაფიოდ რო ვთქვათ მაინც. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცხადია ეს არ არის იმისთვის, რომ ქიაჩელს ეჩვენებინა რაღაცა კლასობრივი ბრძოლის და დიალექტიკური მატერიალიზმის რაღაცა კონტექსტში დაეწერა მოთხრობა, სისულელეა, არამედ რაღაცა ჩვენ გვჯერა იმ ინტერპრეტაციის, რომელზეც ეხლა ვლაპარაკობთ და კიდევ ერთხელ ჩვენ არ ვართ მაგის ავტორები. ამ ინტერპრეტაციის ავტორები. რომ ეს არის მოთხრობა, რომელიც არის დაწერილი პირდაპირ რაღაცა ბერძნული დასავლური გამოცდილებით. როგორ ეკითხებიან რატო ვართ დასავლეთი? რა ვიცი, აგერ წაიკითხეთ თავადის ხალი მაია და თქვენ თუ აქ მართლა მხოლოდ იმას აღმოაჩენთ, რომ აქ წერია სიტყვა რევკომი და თავადი და ბოლშევიკი, მაშინ ჯავახიშვილთანაც წერია და ისიც ბოლშევიკია და ისიც კომუნისტია. სისულელე, ხო, ეგრე არ ვაინტერპრეტირებთ ლიტერატურას. ეს არის ტექსტი, რომელიც დაიწერა ანტიკურობის, შემდგომში რენესანსის, ბაროკოს გავლით. მე-20 საუკუნის ტექსტი. ამიტომ ესეთი ტექსტი ვერ დაიწერება აზიაში, ესეთი ტექსტი მხოლოდ და მხოლოდ დაიწერება ევროპაში. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ კომუნიზმი ევროპული მოვლენაა და მარქსი ევროპაში არა. ეხლა ეგ მაგას არ ვიღებთ არგუმენტად, ცხადია სისულელეა, ხო? ეს არ არის საბჭოთა მოთხრობა, ეს არის კლასიკური ევროპული მოთხრობა. იმიტომ რომ გამოცდილებას რაც იყენებს, ეს არის დასავლური გამოცდილება. კონკრეტულად ვილაპარაკეთ 57 წუთი მაგასი. ხო და ამიტომ აი ესე იყენებდა საბჭოთა კავშირი ამის ეხლა გულსმირება. ეხლა დავიგრუზე, რო წაიკითხე დავიგრუზე. აი წერლობის მოთვინიერება კიდევ ერთხელ შვიდაჟერ მაქვს ნახსენები აკაკი ბაქრაძის იდეალური წიგნი, რომელიც აღწერს საბჭოთა პოლიტიკას ლიტერატურის მიმართ. ხო, ბიჭო, ვერ შეედავები პროსტო. იმიტომ რომ თავის ლოგიკა აქვს, რა დებილი ლოგიკა აქვს ამ. ლოგიკა ახ სიტყვებს ეკიდებიან. არ ნიშნავს იმას. ხო, ეგრე რა. პროპაგანდა ეგ არის ზუსტად, რომ ლოგიკა არის მასში. ჩვენ უბრალოდ უნდა ვაჩვენოთ აგერ რომ ახ ვიღაცას ხო წაკითხული აქ, ქიაჩელი წაკითხული აქ, წაკითხული აქ ჯერა. მე რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჩვენ აქ უნდა ვილაპარაკოთ ესე რა, რომ აფში არ არის სრულიად მართალი 100%-იანი გეთანხმებ. ჭიქა რომ მქონდეს აუწევდი და გამომარჯოს მეთქი გეტყოდი. რაც შენ წერან თქვი მაგაზე რა. დასავლური ტექსტია, დასავლური ქვეყანა ვართ. დასავლური კულტურით გამოსილებით 1000 წლოვანი თან. ბევრ 1000 წლოვანი. მოყოლებული ბერძნებიდან დამთავრებული პოსტმოდერნისტებამდე, პოსტმოდერნისტები აღარ გვინდა იყვნენ თავიანთ გზაზე ბედნიერები. ეს იყო ავტორი, რომელიც არის ზღვისპირელი. შესაბამისად პირდაპირ გადის დასავლეთს და ბერძნული კულტურის შეერაქვია. მემკვიდრეა რა, მარტივად რომ ვთქვათ. ხო. ერთიანამდე დავამთავროთ მაშინ. კი ბატონო. კაი, ეგ იყო და ეგ რაიმე კითხვა თუ გექნებათ ან კომენტარი დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ, დაგვიკომენტარეთ, რაც გინდათ, გამოიწერეთ არხი. ინტერპრეტაციებს რო იწერებით. ხო, ეგ არის ესე ყველაზე მეტად რაც გვიხარია, რომ თქვენ აზრს გვიზიარებთ იმაზე, რასაც ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ხვდებით, რომ გვისმენთ და ჩვენც ახალ რაღაცას ვიგებთ მაგითი და გვეხმარება ეგრე. კი ბატონო. და ქისაზე შეგიძლიათ ჩვენი დახმარება და კითხვები მოგწერეთ. ქისაზე კითხვებს რო გწერთ, ეგ გვიხარია უფრო მეტად ვიდრე ნებისმიერ ტექსტს. დამატებით კონტენტს გვაძლევთ. ხო, ეგ არის. კაი, წავედით, ჯერ არ ვიცით რომ ტექსტზე ვიქნება შემდეგი ეპიზოდი, ამიტომ ვერ გეტყვით. ხო, პოსტ სტორიში ინსტაგრამზე დავდეთ. დენი მეტყითად. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე.